მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და საყვარლებო. სულ მალე ახალი 2025 წელი მოვა. მინდა რომ ყველას ულევი, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ცხოვრებაში წინსვლა, ყველა მიზნის და სურვილის ასრულება გისურვოთ. ახლა კი მინდა რომ ჩემს განსაკუთრებულ მეგობარს, ერეკლეს გავესაუბრო, რომელიც ამასობაში 5 წლის კაცური კაცი გამხდარა და კანდელაკის შვილების მართლაც შესანიშნავი წარმომადგენელია. ერეკლე, მე შენზე ბევრი რამ გავიგებ. მათ შორის ვიცი, თურმე ოჯახის წევრები ძალიან გიყვარს და თურმე გინდა, რომ მამიკოს მსგავსი გაიზარდო. დარწმუნებული ვარ ერეკლე, შენ იმდენად მაგარი ბიჭი ხარ, რომ მამიკოს მსგავსად მაგარი კაცი აუცილებლად გაიზრდები. ვიცი რომ ძალიან დინჯი და გაწონასწორებული ბიჭი ხარ ჩემო ერეკლე. მინდა რომ შენი ქართული, კავკასიური სიდინჯე მუდამ შეინარჩუნო და ასეთ მაგარ ბიჭად დარჩე, რაც დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ელფებმა მითხრეს ერეკლე, თურმე ლეგოების აწყობა გვარებია და ასევე ჯადოსნური ნივთები. იცი, თუ ჩემთან ლაპლანდიაში ჩამოხვალ ერეკლე, აქ უამრავი ჯადოსნური ნივთია. მე ჩემო ერეკლე, სწორედ ლაპლანდიიდან გილოცავ ახალ წელს, რადგან ჩემი უზარმაზარი რეზიდენცია და სათამაშოების ქარხანა სწორედ აქ არის და შენი სტუმრობა ძალიან გამახარებს. რაც შეეხება საჩუქრებს ერეკლე, მე შენი ყველა სურვილი ვიცი. ასე რომ ახალ წელს ვეცდები რომ ძალიან მაგარი საჩუქრები მოგიტანო და ძალიან გაგახარო. ახლა კი დამშვიდობების დრო მოვიდა. მართლა ძალიან გამიხარდა რომ შევხვდით. ახლა კი გავიქცევი, კიდევ ძალიან ბევრი პატარა უნდა გავახარო და ბევრი გავაბედნიერო. აბა, ნახვამდის!